ესე იგი. ახლა ვიმყოფებით ციგრების იმპერიის საიმპერატორო კარზე. შენახვის 1-7 წლიან რეკორდი მაქვს. გამარჯობათ. რა გაქვს აბასაჩი? გავათვალიერე ჩვენი თან წინვალეთე გავიწინე. ნოსტალგიას უფრო ვყიდი ხანდახან ვიდრე წიგს. წერტილი ხარ სადაც აერთიანებამ ორ წიგსა და მკითხველს, ხო? რაღაცნაირი სიხარულია, რაღაც ადამიანები ბევრ ამის ყიდულობენ, ადამიანები ბევრს ამის ყიდია, მაგრამ ესეთი სიხარული მოგანიჭოს, ხო, ისეთი რა ბუკინსტობის ალბათ ამიტომ ვერ შევეშვი. ეს რეკოია. ავტოგრაფითაა? მაკულატურის მიმღებ პუნქტებს, ხო, გილიოტინას ვეძახი, იმიტომ რომ იქ ხრეტავენ წიგნებს, რომელიც რავი შეიძლება ბევრს დასჭირდეს და ხელი შეუწყოს, ხო, რაღაც სფეროში. ზოგადად ვფიქრობ რაშიც დებ შრომას, საბოლოოდ რაღაც გამოდის იქიდან. აი რა მერვე წელია უკვე ბუკინისტობ, ესე ვთქვათ. და ბევრი ხალხი მიცნობს უკვე რა თბილისში. მართლა კაია. ეს რამდენად გქონდა? ამას კაცო. არა კაცო, არა, მე თვითონ მომიტანა მაჩუქა. 2017 იყო, დამთავრებული მქონდა ბაკალავრიატი, ჩავაბარე მაგისტრატურაში და ოქტომბერში წყებოდა სწავლა, სანამ დაიწყებოდა უკვე დავბინავდი თბილისში ქირით ვიყავი. ხო და უკვე ვიცნობდი ამ ბუკინისტებს, მახსოვს ეს პერიოდი, გარე ვაჭრობა რო აუკრძალეს. მათ შორის ბუკინისტებსაც და ფაქტობრივად დახურვა მოუწიათ ამათ და მე გვერდი შევქმენი ამათთვის. დაწერა მინდოდა ბუკინისტებზე, ესეთი ჩვევა მაქვს, რასაც ვწერ უნდა განვიცადეს, ვთქვათ, უნდა ვიცხოვრეს. ხო და ვიფიქრე, მოდი ცოტა ხანი ვიბუკინისტებ რუსთაველის ძეგლთან. მახსოვს ერთი ქალბატონი იყო, მოდიოდა და სულ იმას რა წიგნი იყო, ხო, გურჯიევის შეხვედრა შესანიშნავ ადამიანებთან. და სულ მოდიოდა და ითხოვდა. მეც მახსოვს, რომ ერთი გაჩერებით იქით თავისუფლებაზე იყო ის წიგნი და ნახე მქონდა თვალით და ვუთხარი მეთქი ქალბატონო, ამადამ ადგილას არის და იქ ვინ წავავ იქო და მომიტანე. მეც რავი სტუდენტი ვიყავი, ჯერ დაწყებულიც არ მქონდა სწავლა და ეს თავისუფალი დრო ბევრი მქონდა და ხო და მივედი, წამოვიღე ის წიგნი და ის ქალი არ გამოჩნდა იმის მიერ. რაც მე გამოვიკლიე, ეს იღებს სათავეს პარიზიდან, მე წიგნს ნიშნავს. ჩვენთან უფრო მე-19 საუკუნიდან უკვე დაიწყო ეს ცნობილი ბუკინისტები იყვნენ. მათ შორის თბილისში ესე კოლორიტად დარჩნენ, სოსო მერკვილაძე იყო, სადაც რავი იკრიბებოდნენ, ესე ვთქვათ, იმდროინდელი ინტელიგენცია. ბუკინისტობა უკვე ჩემი იდენტობის ნაწილია, რავი უკვე სხვანაირად ვერ წარმოვიდგენ თავს. ესე ვეუბნები ხოლმე პროფესიით მასწავლებელი ვარ, რაღაც ცხოვრების ბუკინისტობა უკვე ცხოვრების სტილად ჩამომიყალიბდა. გარდაბაჭი დავიბადე, გავიზარდე. ცხრები მყავდა ბავშვობაში და სულ მიწევდა მათი ესე რომ მოულა და რაღაც ბევრი დრო მქონდა. მარტო ვიყავი, ერთადერთი გართობა თევზობა მქონდა და წიგნები. მე რაღაც წიგნებს რო გავეკიდე, რაღაც უფრო საინტერესო აღმოჩნდა. მაგრამ ძალიან ცოტა წიგნი მქონდა. ძალიან ცოტა, მახსოვს ხანდახან მიწევდა მეორედ, მესამედ წაკითხო, სხვა წიგნები არ მქონდა. და ეხლა წარმოვიდგინე, მაშინ დრო ბევრი მქონდა, წიგნები არ მქონდა, ახლა ესე გამოვიდა პირიქითაა. სულ მინდოდა რაღაც ისეთ სფეროში მემუშავა, სადაც შევძლებდი ჩემი წვლილის შეტანას და ეს იყო მასწავლებლობა. ავიღე პასუხისმგებლობა თემის წინაშე, ესე ვთქვათ, რაღაც ეს ვფიქრობ, რომ რაღაც ესეც ჩემი წილი პასუხისმგებლობა
შევიტანო ჩემი წვლილი, ისე ვთქვათ, თემის განვითარებაში. კადრების დეფიციტია, ზოგადად საქართველოს ხო არსებობს ეს პრობლემა სკოლებში, ძირითადად ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. წარმოიდგინეთ, აზერბაიჯანულენოვან სკოლებში როგორი სიტუაცია იქნება. განათლება მნიშვნელოვანია, თქვა თუ ხარ მასწავლებელი, არ ხარ პროფესიონალი, ვთქვათ, ან არ ცდილობ რომ იყო, ჩათვალე დაიღუპა ის თაობა. ხელოვნური ინტელექტის მერეც თუ იყიდება წიგნები, რავი, ამისი იქით რა ინოვაცია უნდა ისეთ მოიფიქრონ, რომ აი ესე ვთქვათ, ჩაანაცვლოს წიგნი. არიან ადამიანის კატეგორია, რომელიც უყვარს შეხება ისეთ წიგნებს. ესე შეხონ გადააფურცლო რაღაც სუნი უყვარს ზოგს. რა თქმა უნდა, შემცირდება. ეს თავისთავად, მაგრამ მთლიანად ვერ შეცვლის.